თუ ვინმე მოგეწონს, შეგიძლია აღნიშნო, რომ აი კარგად გამოიყურება და არ იეჭვიანოს ხათუნამ ან პირიქით. ხო, ეგ ეტაპები ხო გავიარეთ. ადრე იყო. პირველი შემთხვევა, როცა ხათუნას სულ უსვამდნენ ამ კითხვას, ნებისმიერ ქვეყანაში სადაც ვიყავით, არ ეჭვიანობთ ავთანდილზე და დადგებოდა და მე რა მიზეზი მაქვს, იმიტომ რომ სულ ძალიან ხშირად გვეძახდნენ შავ მარგალიტებს. ანუ იმდენად ორგანული წყვილია ეს დღემდე. ანუ გარეთ და რო გამოვდივარ და ჩვენ წყვილს უყურებ, ძალიან მომწონს. დღემდე რა არის იცი აქტუალური? თქვენი ქორწილის კადრები, რომელსაც დღემდე დაუსრულებლად ჩვენ ვიცი რომ სოციალური ქსელი Facebook-ი არ გაქვს და იქ ატრიალებენ დღემდე. მაშინ იყო მოვლენა, და რომ გრანდიოზული მოვლენა იყო. ქორწილი, ლაღიძის წყლებთან ფეხით ჩამოვედით იქ ლაღიძის წყლები დავლიეთ, შემდეგ მოხუცებულთა თავშესაფარში წავედით და ცალკე ქორწილი გავაკეთეთ, შემდეგ უპატრონო ბავშვთა სახლში, იმიტომ რომ დედოფალი უნდათ ენახათ და იქ ვიყავით, შემდეგ თაწმინდის პარკში ვიყავით იქ კიდე ბოლოს დაიღალეთ ხო იმდენი ბოლოს მივედით აი ჩაცმულობა მოგწონს იმ პერიოდის როდესაც უყურებ ხათუნას ჩაცმულობას ან შესას თუ შეცვლით ხო იმ პერიოდისთვის იდეალურია იმ პერიოდისთვის იდეალურია და ეხლა რო ვუყურებ უკვე მოდაშია და რატო არ მაქვს ის ნივთები თქო ნუ არ დავეძებ არც წონას და მაგრამ აი მენანება ის ნივთები ეხლა რატო არ მაქვს თქო ჩავიცმევდი სიამოვნებით ხათუნას ჩაცმულობაში ხშირად ჩარეულ ხარ იცი რა ეს ჩარევა არ იყო ეს იყო ჩემი ხედვა ზოგადად ძალიან რთული იყო საქმიანი ქალი კოსტუმში როგორ ყოფილიყო ქალური ნაზი და არ გასულიყო ვთქვათ აი იმ სილუეტს რაც დრეს კოდი ქვია და ნუ ეს მოვახერხ პირველად შევეჯახე აი ამ ისტორიას და კარგად გავქაჩე ძალიან, იმიტომ რომ დღემდე აღნიშნავენ რომ ხათუნა იდეალურად ჩაცმულია. ნამდვილად. თვითონ თუ უცდია შენ ჩაცმულობაში ჩარევა. ანუ კი ძალიან ხშირად მეუბნებოდა განსაკუთრებით fashion week-ები და თუ პარიზიდან ჩამოვდიოდი, ან მილანიდან, ხო ან კვირეულების დროს ხო ყველა ეს fashion ხალხი გიჟები და აი კატარეულების შემოქმედების პიკია ხო იცი და გინდა თუ არ გინდა აი არასაჭირო ნივთებს ყიდულობ და 1-2 დღე მოყვება თბილისში რომ მოკლედ აი ყოველთვის დამცინის ხომ ანუ გადიხარ ხო ხა ეს ჩამოხვედი ავტო თბილისში ხარ